გავაგზავნე. რა გააგზავნე? სტატია გუშინ ღამე დავასრულე და წერს და ეგრევე სკოლის მეილზე გავაგზავნე. წესი დღეს უკვე დაიდება. მოიცა მართლა? აბა ვერ ვწერო და არ ვიცი საიდან დავიწყო. გუშინ მამა ჩემს დაურეკე სკოლიდან, თურმე სკოლის მერე ილიამ და ლაზარემ იჩხუბეს. რა? იჩხუბეს? ხო, თან ისე რომ მშობლებიც ჩარიეს. აი ეგ რომ გავიგე, ისე გავბრაზდი, თან ლაზარემ ხელი გაუწოდა ადამიანურად და იმან კიდე მოკლედ ლეპტოპთან დავჯექი და გაბრაზებული ეგრევე ყველაფერი დავწერე რა. მოიცა, ერთ დაჯდომაზე დაწერე? ხო, და კიდე მეც ხვდები, უნდა მიმეცა კიდევ ერთი დღე რაღაც ჩამესწორებინა გადამეკითხა. ანას ვურეკავდი წერან მაგაზე, მაგრამ არსად არ ჩანს. ისე როგორი გამოვიდა? წარე, ძალიან წარე. ილია მიხვდება რომ ასეა? დიდი ალბათობით კი. გონია ლაზარეცამა და გაბრაზებულ გულზე ცოტა ზედმეტებიც მომივიდა. სახელები? ლაზარს ხომ შემპერდი სახელებს რა შეცვლიდე? სახელები არ დამიწერია, პირობა შევასრულე, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ბევრი მიხვდება ვიზეცაა და რაც მთავარია, ილიაც მიხვდება. ლაზარეს ვუთხრათ. იქნებ მეილი წაშალოს ხალხი რაღაცებში. არა, ლაზარეს არ ვუთხრა, გაბრაზდება. ისე ბიჭები სად არიან? ეზოში იყვნენ წავა. წამო ჩავიდეთ, ბიჭებმა იქნებ მოგვაფიქრებინონ რამე. აი გეუნი სასწაული ამბავი იყო. ჯერ ილია მოუქნი, მე ლაზარე აიცია და კარატეში ერთი დაუბრუნა. ხო, კედელს მიენარცხა, სისხლები და მთელი ამბები იყო. ლაზარე ეუბნებოდა, იწექი არ ადგე, ბოლო გამთხელებაა. ილია მაინც ადგა, ვაშკაცობა დასაფასებელია, მაგრამ ხელი მოუგლიხა ლაზარე. ხო, ეხვეწებოდა ილია, ხო, გამშვიდა, აღარ შევაწუხებო. თქვენ მან საერთოდ არ იყავით. სპორტის მასწავლებელმა გააშველა. ხო, მაგრამ შრომა ხო დაინახეს. ამ მომენტს ლიუს გააშველისო. რას ჭორავთ გუშინელ ჩხუბზე? აბა რა, მაგარი ისტორიული ამბავი მოხდა. სკოლის მთავარი ჩაგვრელი ლაზარემ გაჭე დედაჩი? სად აქვს რესტორანის ხელაკი? ამა თუ ყოფით. მეჩვენება თუ რა ხდება? მაგარი იყო ძალიან. რა იყო? მოჩვენება დაინახეთ? თქვენ ერთად გუშინდელის მერე? გუშინდელის მერე? ხო, გუშინ ორივე კარგად დავიბეჟეთ. ნახევარი ძალით გეჭუბებოდი. ხო, იმიტომ იყავი ნახევრად ალახიანი. ხო, მაგრამ ხო გაგიგია თუ ზოგი ძმაკაცობა ჭუბიდან იწყება ხოლმე. ისე დღეს კაი ამინდია და გაკვეთილების მერე კარიდან კარში ხوار გვეთამაშა. მე და ლაზარე ვიქნებით. კარგი მაშინ, ან მე და ნიკა ვიქნებით, ან მე და ალექსანდრე. მე ვიქნები მსაჯი. არ მიყვარს მეთი და ფეხბურთი. კარგი, მაშინ მე და ალექსანდრე ვიქნებით. რა შორჩულებთ? რა მოხდა? არაფერი რაღაც დამჭი კლასში. მეც მოვაძებინე. ვისურეკა? ანას. ის რომ პასუხობს. აი არ ინერვიულო რა ვის მოვიფიქრებ, წაკა ხო ანონიმურად დაიდება. მაგრამ მას რა ხო იცის რომ ჩემი დაწერილია. აი დამშვიდი ავიდეთ გაკვეთილზე და ბოლოსკენ მოვიფიქროთ
ერთი იდეა მაქვს, მაგრამ არ ვიცი რამდენი გავსვადია. ხალაბა. კომპიუტერი დაგჭირდება. შემოთერმია. გავჩნდეს რომელიმესთან. gmail.com თავშევი გაქვს? აი ხო, რა ხუნობის დრო. პაროლი დამოვიწყდა. გული გამისყდა. რას ეკეთება? მე მგონი ბოსტონის ფილიალს ეხავენ. იყო ჩახ. აუ გამახსენდა. რას ეკეთებ მართლა აქ? რაღაც მეილი გავაგზავნე გუშინაც არ უნდა გამეგზავნე და ეხლა ვცდილობ გამოვასწორო. ეგ რთული საქმეა. რისი მეილია? არ აქვს მნიშვნელობა. მე ვიცი. ენთეს რო დააჭირო ბევრჯერ. მწვანე ციფრებია მოვარდება და ეგაა. ხო, ზუსტად მასზე მუშაობს კიბერუსაფრთხოება. აუ, არ აქვს ანცენტი. რა აქვს? გაგზავნილი მეილის გაუქმების ფუნქცია. გაგზავნილ მეილს ვეღარ დააბრუნებ. ერთადერთი ვარიანტია, რომ ვისაც გავგზავნე, იმის მეილი გატეხვა და წაშალა. პაროლი რომ გავარტყა. რა იყოთ? კომპიუტერი გათიშე რომ ტელეფონი შეაერთო? სხვაგან ვერ დატენე? აუ, ბოდიშტ. მოკლედ 0.0001% შანსია, რომ მეილი გავტეხო. კარგაში? წავედით. რა მნიშვნელოვანი იყო მეილში? ისეთი არაფერი, მადლობა დახმარებისთვის. კაი, ჩავა მაშინ მეც სტადიონზე. ჩავიდეთ ჩვენც. სალამი მეგობრებო. სკოლის გაზეთის პირველი გამოშვება შეგიძლიათ ამ ლინკზე ნახოთ. დავიღუპე. დაიდო? კი. და სკოლის ჯგუფშიც დაიდო უკვე. სად არიან რა დათამაშობთ? აგრესია, ზოგჯერ მხოლოდ ფარია. როცა შენი მთავარი ტკივილი იქაა, სადაც სიმშვიდე უნდა გქონდეს. როგორი დრამატულია. ნეტო მინდა წერა. კითხულობს, ნე? ილია ჩვენსკენ მოდის. ალბათ მიხვდა რომ მასია და გაბრასდა. გაბრაზებას გავდავით ამ? კი და მგონი სკოლიდან გადასვლა მიწევს. სკოლიდან კი არა, ქალაქიდან დაჭერდება. მე ჩემს მეგობარს ავუხელ თვალს, გავუღებ კარს, ვაჩვენებ გზას, მე ერთგულების და სიყვარულის წამს, მუდამ იმედის და